შემთხვევაში მე გილოცავ ყველას ულოცავ. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, განსაკუთრებული და გამორჩეული დღე არის. ამ დღეს ჩვენ ქრისტიან-დემოკრატები, ჩვენი პარტიის წევრებთან, აქტივისტებთან ერთად მივიღებთ ცდელობაში მონაწილეობას მრევლთან ერთად ცხადია და ამ ჩვენ ცდელობას აქვს კონკრეტული მოთხოვნაც. ჩვენ მივმართეთ დღეს სახელმწიფოს და სიმბოლიკის კომისიას, რომ იმ ადგილს, სადაც ეს უპრეცედენტო და უმაგალითო გმირობა აღესრულა, სადაც 100.000-მა ქართველმა საკუთარი იდეალებისთვის, სარწმუნოებისთვის, სახელმწიფოსთვის გაიღო საკუთარი სიცოცხლე, ეწოდა სწორედ 100.000 ქართველის სახელი. ეს არის ჩვენი და ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა და მე ვარ დარწმუნებული და იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ეს სურვილი იქნება გათვალისწინებული და ჩვენ თანამედროვე ქართველები გარკვეულწილ შევიტანთ იმაში, რომ ჩვენი დიდი წინაპრების სახელი იქნას უკდავყოფილი. ამ კუთხით სამწუხაროდ დღემდე ქართველობამ ჩვენმა ერმა ვერაფერი ბევრი ვერ გააკეთა. დღეს მხოლოდ ერთი პატარა ტრაფარეტი დგას, რომელიც უცნობს, ამცნობს, რომ ესეთ მნიშვნელოვანი მოვლენა აღესრულა აქ, ამიტომ გაცილებით მეტია გასაკეთებელი და ამ მხრივ ქრისტიან-დემოკრატები შევეცდები ჩვენს არსებული ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ ქალაქის ცენტრში გაჩნდეს 100.000 ქართველი წმინდა მოწამის სახელობის მოედანი და ხიდი. რაც შეეხება ევროპის მოედანს, ჩვენ არა ვართ წინააღმდეგი, რომ ევროპის მოედანიც იყოს თბილისში, დედაქალაქში, ცხადია პირიქით ვეთანხმებით ამას, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია სწორი იქნება თუ კი დღევანდელ ვარდების მოედანს ეწოდება ევროპის სახელი და ამით ჩვენ გვექნება გარკვეული ბალანსი ერთის მხრივ დავისვათ ჩვენს ისტორიულად მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ინტერესებს და მეორეს მხრივ ჩვენს ახალ კურსს, რომელიც უკავშირდება არა ახალ ისტორიულ კურსს, ესეც ისტორიულია, მაგრამ ჩვენს მნიშვნელოვან თანამედროვე კურსს, რომელიც ევროპას უკავშირდება და ევროპისკენ მიდის. დღეს არის 100.000 მოწამის ხსენების დღე. მივემართებით მსვლელობა სხვადასხვა ადგილებიდან, ტაძრებიდან, ჩვენ დიდუბის მრევლი გროვდებით და მივემართებით მეტეხის ხიდისკენ. და იქ გადაიხდეს ჩვენი უწმინდესი პარაკლისს. ამ დღესთან დაკავშირებით ყველას გილოცავთ და ფარავდეთ მთელ სასრულიად საქართველოს დღევანდელი დღის მადლი.